ეს არის 8:11:23. ბავშვი ვარ, რომელიც არასოდეს გაიზრდება. სახლში არავალ სანამ თამაშით არ დავიღლებ. არავინ მომენატრება სანამ თამაშით არ დავიღლებ. არ ვიტირებ სანამ თავს ცუდად არ ვიგრძნობ და არ შევწყვეტ ტირილს სანამ თავს უკეთ არ ვიგრძნობ. მამაჩემი ყველაზე ძლიერია, ბაჭამ ყველაზე თბილი. დავიწყოთ სულ თავიდან. სრულად შემთხვევით მომწია ინტერვიუებზე მუშაობა, ინტერვიუს ბოლო კითხვად ჩავსვი სად იყო სახლი მათთვის. და ძალიან საინტერესო პასუხები მივიღე, რადგან ყველა ადამიანთან ვინც ჩავწერეთ, პასუხი იყო ერთი და იგივე, რომ მათთვის სახლი არის საფხაზეთი, სადაც არ ქონდათ ნაცხოვრები 30 წელზე მეტი. ჩემთვისაც ძალიან რთული შეკითხვა აღმოჩნდა ეგ. გადავწყვიტე რა გამიაზრებინა ჩემი სახლის გამოცდილებები, რადგან ხშირად ვიცვლი საცხოვრებელს. გავდექი გზას. მანქანაში უნდა მეცხოვრა და გამოვცდიდი სახლობას. კონკრეტულად არ დაუსვი ჩემს თავს მარშრუტი. და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ წავედი თურქეთში, ბალკანეთში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, საბერძნეთში, ირანში, პაკისტანში, ავღანეთში და სომხეთის გავდი დავბრუნდი საქართველოში. გარდა ამისა, დავფიქრდი, რა შეიძლება ყოფილიყო სახლის შეგრძნება სხვადასხვა წარსულის, წარმომავლობის მქონე ადამიანებისთვის. რაც ყველა საერთოდ ჰქონდა, არის ის, რომ არ იყვნენ სახლში. თითქმის ყველა ადამიანს სახლი წარმოედგინა სადღაც სხვაგან, მომავლის სახლი, თუნდაც სხვა ადგილას, სხვა გარემოში. სადაგზა ვაკეთებდი ინტერვიუებს. სულ პირველად დავიწყე ინტერვიუ ჩავწერე საკუთარ თავთან და გადავწყვიტე, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შემეცვალებოდა იდეა სახლთან დაკავშირებით ჩამეწერა ინტერვიუ საკუთარ თავთან. ასეთი დაგროვდა სულ 3. თავიდან ვფიქრობდი, რომ სახლი ჩემთვის იყო რაღაცა აბსტრაქტული მდგომარეობა, რომ მეტად საჭიროებების იერარქიის მიხედვით დგინდება სახლის სტრუქტურა. მეორე ინტერვიუ ჩავწერე ირანში. 3 საფეხურად დავყავი სახლის შეგრძნება, თითროებითი სახლი, რომელიც შეიძლება ვიგრძნო აქ. ეხლა უცებ მეორე იყო ჩემი ოჯახი, რომლებისთვისაც ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა და მესამე საკუთარი თავი. ვისაც შეგვიძლია გავუზიაროთ ყველაფერი უკლებლო, ყველანაირი შიშის გარეშე, რომ გავიკიცხებით ან განვისჩებით. მუდმივი ძიების პროცესი არის. არ არსებობს პასუხი, ალბათ, რომელსაც ვიპოვიდი სახლთან დაკავშირებით თუნდაც და ეგ პასუხი აღარ შეიცვლებოდა, დარჩებოდა იგივე. და ეგ იყო მომენტი, როცა ეგ გავიაზრე და მივხვდი, რომ რაღაცა ვიპოვე უკვე და შემეძლო უკან დაბრუნებულიყავ. ეხლა რასაც ვფიქრობ, ვინმე თუ მეტყვის რა არის სახლი, რაღაც, რაც არის აუხსნელი. თუმცა შემიძლია ზუსტად თქვა რა არ არის. სახლი არ არის უცხო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაცების ახსნა ჯობია იმისი ანტონიმებით, ასე რომ უცხოს ანტონიმი შეიძლება იყოს სახლი. ეს პატარა ქვის ობიექტი, რომელიც პაკისტანში გავაკეთე, ამოდი ფული წარწერა შინ ვარ. ანუ, როდესაც ჩემს თავს აღვიქვამ როგორც შინ ადგილად, მაშინ შემიძლია ვიყო შინ ნებისმიერ ადგილას. სახლი შეიძლება იყოს იდეა, რომლის არსებობაც საკმარისი არის, არ გვჭირდება ყოველთვის რომ სახლში ვიყო. თუმცა ის იდეა, რომ სახლი არსებობს სადღაცას, ეგ გვჭირდება ნამდვილად.